1957 წლის ნოემბრის 1 დღეს უისკონსინის შტატის პატარა ქალაქ პლეინფილდის პოლიციამ აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენამდე დამასხსენი იყო, რომ მის საშინელებათა ფილმების შთაგონების წყარავდა იქცა მომავალი თაობებისთვის. ეს არის ედ გეინის ნამდვილი ისტორია. ედვარდ თეოდორ გეინი დაიბადა 1906 წლის 27 აგვისტოს. ის იყო ჯორჯ და ავგუსტა გეინების ოჯახში დაბადებული ორი ბიჭიდან მეორე. როდესაც ედი დაახლოებით 8 წლის იყო, 1914 წელს გეინების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დაახლოებით 62 ჰექტარის ფართობის ფერმაში, პლეინფილდის გარეთ, ცენტრალური უისკონსინის მოშორებულ სოფლის დასახლებაში. ედის მამა, ჯორჯი, არასტაბილური ალკოჰოლიკი იყო, რომელსაც სამსახურის შენარჩუნებაც გეუჭირდა. ის ბავშვებს აღსაზრდელად ავგუსტას უტოვებდა, ხოლო თვითონ ბიჭებთან ურთიერთობა მუშტებით ჰქონდა. ჯორჯი სცემდა ედს და მის უფროს ძმას, ჰენრის. ზოგჯერ ედს თავში ისე ძლიერად ურტყამდა, რომ ყურებში წვილი ეწყებოდა. ამის საპირისპიროდ ედის დედა ავგუსტა ოჯახში დომინანტი ძალა იყო. ის უკიდურესად რელიგიური და ფანატიკურად კაცრი იყო. ის ხშირად უქადაგებდა ბიჭებს, რომ სამყარო სავსე იყო ამორალური და ცოდვილი ადამიანებით. ავგუსტას ხედვით ყველა ქალი საკუთარ თავის გარდა დაცემული და უწმინდური იყო. ის თავის ვაჟებს უგრძელობდა შეყვარებულების ან თუნდაც მეგობრების ყოლას ქალაქში. ამას მიუხედავად, ედი დედას აღმართებდა. მას უყვარდა და ეშინოდა მისი. ადრეული ასაკიდან ედი იყო მორცხვი, სოციალურად უხერხული და სრულიად დედას მიგეტლებული. ის იშვიათად ტოვებდა ფერმას, გარდა სკოლაში სიარულისა, სადაც თანაკლასელები მოგვიანებით იხსენებდნენ მას, როგორც უცნაურ ბიჭს, რომელიც ხანდახან თავისთვის იცინოდა თითქოს ხმები ესმოდა. სახლში ავგუსტა ედსა და ჰერის საოჯახო საქმეებითა და მკაცრი დისციპლინით აკავებდა. ის ხელს უშლიდა ყოველგვარ გარე მეგობრობას. როცა ედი მეგობრების შეძენას ცდილობდა, ავგუსტა მას მკაცრად სჯიდა. ის ფიზიკურ ზიანს არ აღენებდა მას, მაგრამ პირდაპირ სახეში უყურებდა, რომ ჯოჯოხეთში წავიდოდა. შედეგად ედი გაიზარდა არსებითად უმეგობროდ და ჩაკეტილად, სადაც ავგუსტა მისი სამყაროს ცენტრი იყო. ფსიქოლოგებმა მოგვიანებით გამოკვეთეს ვარაუდი, რომ დედის ბრძანებლურ მაღაზრდამ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ჯანსაღ სულიერ განვითარებას, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ედის მის მიმართ არაჯანსაღი აკვეთება განუვითარდა. არსებობს ერთი ისტორია ედის ბავშვობიდან. ზოგის თქმით, ედი ფერმის სასაკლაოში შეიპარა და იქ ჩუმად უყურებდა, როგორ კლავდა დედამისი ღორს. როგორც ამ ქმედების დანახვაზე, ედის პირველი ორგაზმი დაემართა. 1930-იან წლებში უკვე დასრული ედი ძირითადად ფერმის მუშად და ხელოსნოდ მუშაობდა. ის და მისი ძმა ქალაქში სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ, რათა თავი გაეტანათ. მას შემდეგ, რაც მამამისის ლოთობამ საბოლოოდ თავისი შედეგი გამოიღო. 1940 წლის აპრილში ჯორჯ გეინი 66 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ედი 34 წლის იყო. ჯორჯის წასვლის შემდეგ ავგუსტას გავლენა თავის ვაჟებზე კიდევ უფრო გამგაცრდა. თუმცა ჰენრიმ გამოხატა შეშფოთება ედის დედასთან მიჯაჭვულობის გამო. მას არაჯანსაღად მიაჩნდა ის თუ როგორ აღმერთებდა და ემორჩილებოდა ედი მის ყოველ სიტყვას. 1954 წლის 16 მაისს ედი და ჰენრი თავიანთ ფერმაში მცენარეებს წვავდნენ, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი კონტროლიდან გამოვიდა. ედის თქმით, ისინი კვამში ერთმანეთს დაშორდნენ. როდესაც ღამე დადგა, ჰენრი კვლავ არ დაბრუნდა. ედიმ ხელისუფლებას მიმართა. გასაკვირია, რომ ედი მაძიებლები პირდაპირ ჰენრის ცხედართან მიიყვანა, რომელიც დამწვარი მიწის ნაკვეთზე პირქვე დამხობილი იბოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰენრის მცირე დამწვრობები ჰქონდა, ისინი არ იყო იმდენად მძიმე, რომ მისი სიკვდილი გამოეწვია. კორონერმა სიკვდილის მიზეზად კვამლის ჩასუნთქვით გამოწვეული ასფიქსია დაასახელა, რაც შესაძლოა შერწყმული ყოფილიყო გულის უკმარისობასთან. ამიტომ ოფიციალურ პირებმა ეს უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. თუმცა ზოგიერთმა იქ მყოფმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ჰენრის თავზე საიდუმლო ნიშნები ჰქონდა. დეტალები, რომლებიც მოგვიანებით გააჩნდა ეჭვი, რომ ედიმ შესძლო საკუთარი ძმა მოკლა. ჰენრის საიდუმლო სიკვდილმა ავგუსტას მძიმედ იმოქმედა, მალევე მას დამბლა დაეცა ინსულტის გამო, რის შედეგადაც ის სრულიად ედის მზრუნველობაზე გახდა დამოკიდებული. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ედი მისი მომვლელი იყო. ავგუსტამ მცირე ხნით იმდენად მომჯობინდა, რომ 1955 წელს ედი მისი სახლიდან ერთხელ გაყვანაც კი შეძლო. მოგვიანებით ის იხსენებდა 1955 წლის ერთ გასვლას მეზობლისგან ჩალის საყიდლად, რომლის დროსაც ავგუსტა შემაშფოთებელი სცენის მოწმე გახდა. მეზობელმა მათ თვალწინ სასტიკად ცემათ ძაღლი სიკვდილამდე. ამ დროს მეზობლის სახლიდან ქალი გამოვარდა და ყვირილით სთხოვდა კაცს, რომ გაჩერებულიყო. ავგუსტა შეწრწუნებული იყო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ მას ცხოველისადმი სისასტიკე აზარfლებდა, არამედ იმ ქალის ყოფნა. გაბრაზებულმა ამ ქალს მეძავი უწოდა, რადგან ის ცხოვრობდა კაცთან, რომელზეც არ იყო დაქორწინებული. მალევე ავგუსტას მეორე ინსულტი დაემართა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. 1955 წლის 29 დეკემბერს ავგუსტა გეინი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედი
დედის სიკვდილმა სრულიად გაანადგურა. 39 წლის კაცი ახლა დიდ ფერმაში სრულიად მარტო დარჩა. დედის გარდაცვალების შემდეგ ერთგულების უცნაური და დამახინჯებული ფორმით ედიმ აჭედა ავგუსტას საძინებელი და სახლის სხვა ოთახები, რომლებსაც ის იყენებდა. თავად სამზარეულოს გვერდით პატარა ოთახში გადავიდა და ფერმის დანარჩენი ნაწილი დაივიწყა. თუმცა დედის ოთახი ხელუხლებლად პირვანდელი სახით იყო შენარჩუნებული. დედის გარდაცვალებიდან წლების განმავლობაში ედის ქცევა სულ უფრო უცნაური და ბუნების საწინააღმდეგო ხდებოდა. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ მის შიგნით რაღაც ძალა გროვდებოდა. მან დაიწყო წიგნების კითხვა და შეპყრობილი გახდა სიკვდილის სხეულის აგებულობისა და ნაცისტური სისასტიკეების ლიტერატურების შესახებ. მას განსაკუთრებით ხიბლობდა ისტორიები კაციჭამიებსა და ადამიანებზე ჩატარებულ საშინელ ექსპერიმენტებზე. ერთ-ერთი რეალური ფიგურა, რომელმაც ედის ყურადღება მიიპყრო, იყო ილზა კოხი, რომელიც ჭორების თანახმად საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების განსაგროვებლად და ლამპრების დასაფარებლების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგვიანებით მითი აღმოჩნდა, ედმა მისგან დიდი შთაგონება მიიღო. იმ პერიოდში მეზობლები ედის კვლავ უცნაურ, მაგრამ ძირითადად უწყნარ ადამიანად თვლიდნენ. ის აგრძელებდა სამეზობლოში ხელოსნად მუშაობას და ცნობილი იყო იმითაც, რომ ადგილობრივ ბავშვებზე ზრუნავდა, თუმცა ის სულაც არ იყო უწყნარი. ერთ-ერთი ადგილობრივი მოზარდი იხსენებდა, რომ ედმა მას რამდენიმე დაპატარავებული ადამიანის თავი აჩვენა, რომლებსაც ფერმაში ინახავდა. ედი მოატყუა ის, თითქოს ეს იყო სუვენირები, რომლებიც ფილიპინებიდან ბიძაშვილმა გამოუგზავნა მეორე მსოფლიო ომის დროს. სამგლეში კი დედის გარდაცვალების შემდეგ მან საფლავების გაძარცვა დაიწყო. ღამით ის იბარებოდა ადგილობრივ საზაფლავებზე იმ საშუალო ასაკის ქალების ამოსათხრელად, რომლებიც მისი აზრით დედამისს გავდნენ. ეს დაპატარავებული თავები სწორედ იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ. ედი ყურადღებით ატევნებდა თვალს ადგილობრივი გაზეთის ნეკროლოგებს. როგორც შესაბამისი კანდიდატის ახალი საფლავი გაჩნდებოდა, ის ღამით მიდიოდა და ცხედარს თხრიდა. მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ ამ დროს ერთგვარ გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თითქოს ბოროტმა ძალამ დაიმორჩილა. სულ მცირე 9 შემთხვევაში მან კლუბოდან ცხედრები მოიპარა. ედის გონებაში ის არ ბილწავდა მიცვალებულებს. ის ცდილობდა გაეცოცხლებინა ან თავად გამხდარიყო დედამისი. მან აღიარა, რომ სურდა სქესის შეცვლის ოპერაცია და ასევე ცდილობდა ნამდვილი ადამიანის კანისგან შეიქმნა ქალის კოსტუმი, რათა დედამისის სახე მიიღო. დამუშავებული კანისგან ედიმ სხვადასხვა ნივთები დამზადა და ასაცვლიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული. ედი მოგვიანებით კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის ინტიმურ კავშირს ცხედრებთან და ამას იმით ხსნიდა, რომ მათ ზედმეტად ცუდი სუნი ჰქონდათ. თუმცა გარდა ამისა, ის თითქმის ყველა სხვა წარმოუდგენელი გზით ბილწავდა მიცვალებულებს. დაახლოებით მთელი ათწლეულის განმავლობაში 1947 წლიდან 1957 წლამდე ედ გეინის ფერმა ნამდვილ საშინელებათა სახლად გადაიქცა. მისი საკუთრების ტერიტორიაზე ყველგან ადამიანების ძვლები ეყარა. მან დამზადა ნაგვის ურნა, რომელიც ადამიანის კანისგან იყო შეკერილი, სკამები, რომლებსაც ადამიანის ტყავი ჰქონდათ გადაგრული, გადახერხილი თავის ქალების ზედა ნაწილები, რომლებსაც ჯამებად იყენებდა. სხეულის ნაწილებისგან შექმნილი ტანსაცმელი და ქალის მკერდისგან დამზადებული ქამარიც კი. მან ადამიანის სახისგან ლამპის დასაფარებელიც კი შექმნა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ნივთებისა, რაც მოგვიანებით იქნა ნაპოვნი მის სახლში. შემდეგ კი ის საფლავების ძარცვიდან კვლავაზე გადავიდა. ედ გეინის პირველი მსხვერპლი მერი ჰოგანი იყო. 51 წლის ქალი, რომელიც პლეინფილდში ტავერნას ფლობდა. მერი იყო განქორწინებული და მოკიდებელი ქალი, რომელიც ვისკონსინში, ილინოისიდან 1959 წელს გადავიდა. ის მართავდა პატარა ტავერნას ქალაქის განაპირას, თუმცა მისი კარი ყველასთვის ღია არ იყო. ის ფრთხილი ქალი გახლდათ. მხოლოდ ნაცნობ მუდმივ კლიენტებს ემსახურებოდა და ბარის უკან დამატებითი დაცვისთვის სანადიროდ ოპისკიედო. მაგრამ 1974 წლის 8 დეკემბერს მერი ჰოგანი თავისივე ტავერნიდან გაუჩინარდა. იმავე ნაშუო დღეს მეზობელი შევიდა ტავერნაში და იატაკზე სისხლის ლაქები და ცარიელი სალარო აღმოაჩინა. მერი არსად ჩანდა. ძებნისას იატაკზე 7.65 მმ-იანი ბაზნა იპოვეს, რაც მიუთითებდა, რომ მას შესაძლოა ესროლეს, თუმცა ცხედარი ვერ იპოვეს. მერი ჰოგანის გაუჩინარება წლების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ედი თავიდანვე იყო იჭმიდანილი. ერთი უცნაური კომენტარის გამო. მერის დაკარგვის შემდეგ მან თქვა: ის დაკარგული არა, ახლა ჩემთანაა ფერმაში. არავინ მიიღო ეს სერიოზულად. ეგონათ, რომ უბრალოდ უადგილო და ავადმყოფურ ხუმრობას აკეთებდა. თუმცა ის სიმართლეს ამბობდა და მალე კვლავ დაარტყა. ედის მეორე მსხვერპლი 58 წლის ქვრივი, ბერნის ვორდენი იყო. ბერნისი პლეინფილდის მკვიდრი იყო და ტექნიკის მაღაზიას ფლობდა. მას საზოგადოებაში პატივს სცემდნენ და უყვარდათ. ის 2 ზრდასრული შვილის დედა იყო.
შერიფის მოადგილე ფრენკ ორდენისა და ერთი ქალიშვილის. ედ გეინი ბერნისისთვის ნაცნობი იყო. ის კლიენტი გახლდათ, რომელიც დროდადრო მის მაღაზიაში ნივთებს ყიდულობდა. 1957 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 17 საათზე ფრენკ ორდენი მაღაზიაში დედის სანახავად შევიდა, სადაც შემზარავის სურათი დახვდა. სალარო ღია და ამოტრიალებული იყო. იატაკზე კი სისხლი ესხა, რაც ყველაზე საშინელი იყო დედამისი გამქრალი იყო. მას გაახსენდა, რომ ედი მაღაზიაში წინა საღამოს იყო და თქვა, რომ დილით ანტიფრიზის სახიდლად დაბრუნდებოდა. მართლაც, სარიელ მაღაზიაში ფრენკმა იპოვა დედის ხელით დაწერილი ქვითარი. 1 გალონი ანტიფრიზის შესახებ, რომელიც ედ გეინის სახელზე იყო გამოწერილი. მზარდი შიშით ფრენკმა კოლეგებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ედ გეინი ყოფილიყო პასუხისმგებელი დედის გაუჩინარებაზე. იმავე საღამოს პოლიციამ ედის სწრაფად იპოვა და სურსათის მაღაზიაში დააკავა. ის ინციდენტის გარეშე შეიყვანეს. ამასობაში ოფიცრები გეინის ფერმისკენ დაიძნენ. ბერნისის პოვნის იმედით, მაგრამ იქ ნანახმა ისინი მთელი ცხოვრებით დაдрама. ფარდულში მათ აღმოაჩინეს ბერნისის ცხედარი, რომელიც ჭერის კოჭზე ფეხებით იყო ჩამოკიდებული. მას თავი მოკვეთილი ჰქონდა და ირემებით იყო გამოფადრული. მისი სხეული გაჭრილი და გამოშიგნული იყო. მას 5 მმ-იანი შაშხანის კვალი ჰქონდა. თუმცა ფარდულში ნანახის საშინელება მხოლოდ დასაწყისი იყო. სახლის ჩხრაგისას ხელისუფლებამ აღმოაჩინა ადამიანის ნაშთები და ედის მიერ შექმნილი ნივთები. ბერნისის მოკვეთილი თავი ტომარაში იპოვეს, ხოლო მისი ქუდი პლასტმასის პარკში, ქურის მახლობლად. აქვე იპოვეს მერი ჰოგანის თავის ქალა და მისი სახისგან დამზადებული ნიღაბი. საერთო ჯამში ტერიტორიაზე მინიმუმ 2 მოგლული ქალის ნაშთები და უამრავი ამოთხრილი გვამის ნაწილები აყარა. მათ იპოვეს ადამიანის კანით დაფარული სკამები, ქალის ტანისგან დამზადებული კროსეტი, ადამიანის თავის კანისგან დამზადებული ნიღბები, 9 ქალის სასქესო ორგანო, ადამიანის კანის ხელთათმანები და მრავალი სხვა საშინელება. პოლიცია ვერც კი იაზრებდა იმას, რასაც ხედავდა. პლეინფილდის საშინელებათა სახლის შესახებ ამბავი ელვისებურად გავრცელდა. პატიმრობაში მყოფმა ედიმ აღიარება მალევე დაიწყო, თუმცა ამას აბსოლუტურად გათიშული და მშრალი ტონით აკეთებდა. მან აღიარა ბერნის ვორდენის მკვლელობა, თუმცა გარემოებებზე ბუნტოვნად საუბრობდა. ერთ-ერთ ფსიქიატრიულ ინტერვიუში ედი ამტკიცებდა, რომ მისი მოკლა არ განუძრახავს, ამბობდა თითქოს მაღაზიის თაროზე შაშხანას ათვალიერებდა, როდესაც ის შემთხვევით გავარდა. შემდეგ კი გვამის ატვირთოთი სახლში წაიღო თავისი ჩვეული ყასაბური რიტუალებისთვის. საბოლოოდ მან 1954 წლის მერი ჰოგანის მკვლელობაც აღიარა. გამოძიებას აინტერესებდა ხომარი დგა ედის სხვა გაუჩინარებების უკანაც, მაგალითად ჯორჯია ვეგლერის ან 15 წლის ელენ ჰარტლის საქმეებში. თუმცა სიცრუის დეტექტორმა და მტკიცებლებების ნაკლებობამ ის ამ ეჭვებისგან გაათავისუფლა. ჩანდა, რომ ედის აგრესია მიმართული იყო მხოლოდ იმ ზრდასრული ქალებისკენ, რომლებიც დედამისს აკონებდნენ. მან გამოძიებლებს უამბო, როგორ სწავლობდა ნეკროლოგებს და ირჩევდა ახლად დამარხულ ქალებს ამოსათხრელად. ამბობდა, რომ ხანდახან ამ ტრანსიდან სხეულის ნაწილებით გარშემორტყმული გამოდიოდა და ფიქრობდა, რას ვაკეთებ. ეს ხომ არასწორია, მაგრამ მაინც აგრძელებდა. მისი მოტივი იყო დედის ერთგვარი სუროგატის შექმნა. ფსიქოლოგებმა ეს შეაფასეს, როგორც ბოდვითი მცდელობა დედის გასაცოცხლებლად. მას სურდა შეექმნა ადამიანის კანისგან დამზადებული სრული კოსტიუმი, რათა ჩაეცვა ის თავად და გამხდარიყო ქალი, დედამისი. მას დაუდგინდა შიზოფრენია და მძიმე ფსიქოზი. ექიმები თვლიდნენ, რომ ედი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ადამიანის ბუნებრივი უცხო დისფუნქციურ მდგომარეობაში, რაც დედამისის სიკვდილის შემდეგ გარძელდა. ის ესაუბრებოდა უხილავ ხმებს, რომლებიც ახალი დედის პოვნას აიძულებდნენ. ნანახვისას ერთ-ერთმა ოფიცერმა არტშლეიმ ნანახის საშინელებებისგან გამოწვეული მრისხანების გამო თავი ვერ შეიკავა და ედის თავი აგურის კედელზე მიახალა. ამ ძალადობამ მოგვიანებით იურიდიული საქმე გაართულა, რადგან ედის პირველი აღიარება იძულებით მოპოვებულად მიიჩნიეს, თუმცა ედი მოგვიანებით იგივე ისტორიას სხვა გამომძიებლებსაც თავისუფლად მოუგო. 1958 წლის მარტში მისი ფერმა აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ ის იდუმალ ვითარებაში დაიწყო. როცა ედის ეს ამბავი შეეტყობინეს, მან უბრალოდ თქვა ასეთ საჯობებს. 1984 წლის 26 ივლისს 77 წლის ასაკში ედ გეინი ფილდვის კიბოთი გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ის მშობლიურ პლეინფილდში დედისა და ძმის გვერდით დაკრძალეს. დღეს მისი საფლავი უსახელოა, რადგან საფლავის ქვა სუვენირების მაძიებლებმა ნაწილ-ნაწილ მოიპარეს.
ასე დასრულდა იმ კაცის ისტორია, რომელმაც ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელი მხარეები გამოავლინა.